მოგესალმებით. მინდა მივულოცო ამ არაჩვეულებრივი კონგრესის ორგანიზატორებს. მივესალმები მათ განზრახვას საქართველოსა და ევროპას დაუბრუნონ სიკეთის და ღირსების კულტურა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნდა იდეა, რომ საზოგადოება უნდა იყოს მშვიდობიანი და სამართლიანი, რომ ოჯახები უნდა იყოს დაცული და ჰქონდეთ ხელშეწყობა ბავშვების აღზრდაში. ჩვენ დავივიწყეთ, რომ ეს პრივილეგიები, რომლებიც იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნიეთ, რომ უკვე ფასეულობები გვგონია, 2000 წლოვანი კულტურის შედეგია. კულტურისა, რომელიც გაჟღენთილია ქრისტიანული აზროვნებით, ქრისტიანული ლოგიკითა და ქრისტიანული კანონებით. ქრისტიანული კულტურა, რომლის გავრცელებაში დიდი წვლილი რომის იმპერიის საკომუნიკაციო ქსელს მიუძღვის, იმპერიის დაცემის შემდეგ უმძიმეს პერიოდში საუკუნეების განმავლობაში მონასტრებმა და რელიგიურმა ცენტრებმა შემოინახა, ხოლო შემდეგ განათლებული მეფეების წყალობით კანონებში განმტკიცდა. უფრო ახლო პერიოდში კოლონიალურმა იმპერიებმა თითქმის მთელს მსოფლიოს საკუთარი კანონები მოახვიეს თავს, რომლებიც გარკვეულწილად მაინც ქრისტიანულ ლოგიკას ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მსახურება მცირდებოდა და ომიანობა და დომინანტობა ხდებოდა ამ ეპოქის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენ ჩემი თაობა იმ პერიოდში დავიბადეთ, როდესაც ადამიანის ღირსების, პატივისცემის, სამართლიანობის, თანაგრძნობის, სულგრძელობის, მორალურობის, ზრდილობის და ოჯახის ქრისტიანული იდეალები ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამ ფუნდამენტური ღირებულებების პრაქტიკულ განხორციელებას საოცარი დაღი დაასვა ორმა მსოფლიო ომმა და მარქსისტულმა რევოლუციამ. იმ სიგიჟისა და საშინელებების მიუხედავად, რაც ამ პერიოდში გამოვიარეთ, გვქონდა უამრავი მტკიცებულება საგმირო ქრისტიანული საქციელისა და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თავს კვლავ ქრისტიანად მიიჩნევდა. ეს შეიცვალა იმ 70 წლის განმავლობაში, რაც თითქოს პირობით მას სიმშვიდემ დაისადგურა დედამიწაზე. მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ვეტერანების გაქრობასთან ერთად აღმოვაჩენთ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ახსავსია სრულიად საწინააღმდეგო ღირებულებებით, რომლებიც შთანთქავს ჩვენს ქრისტიანულ კულტურას. მატერიალიზმი, აბორტი, ევთანაზია, შრომის უნარს მოკლებული პირების სისტემატური გამოყოფა, გენდერის თეორია, საკუთარი სურვილებით ცხოვრების კულტი, ნარკოტიკები და ასე შემდეგ. აი რა გახდა ახალი კულტურის მამოძრავებელი ძალა. ეს არ არის კაცობრიობის ბუნებრივი განვითარება. ისტორიულად რომ მოვყვეთ, ქრისტიანული კულტურის განზრახ განადგურება ძალიან ნათელი და აშკარაა. ეგრეთ წოდებული ფრანკფურტის სკოლიდან მოყოლებული მარქსისტული იდეოლოგია და პრაგმატული ათეიზმი ინტელექტუალურად მოდური გახდა. ჯონ როკფელერისა და მდიდარი ფენის სხვა წარმომადგენლების თვის რასიზმის და ევგენიკის მხარდაჭერა საპატიო და რესპექტაბელურიც კი გახდა. ისინი მხარს უჭერდნენ მარგარეტ სანჯერს და ადოლფ ჰიტლერს მათ მისწრაფებებში გაეწმინდათ მსოფლიო ეგრეთ წოდებული დაბალი კასტის ან არასასურველი ადამიანებისგან. ომის შემდგომ პერიოდში ოჯახის დაგეგმარების ფონდმა, რომელსაც აფინანსებენ როკფელერი, ფორდი, მაკარტური, ჰიულეტი, პაკარდი და მათი ლიგის სხვა წარმომადგენლები, ოფისები გახსნა ყველა ქვეყანაში. მათი მთავარი მიზანი კი შობადობის შეზღუდვა და აბორტების შემოტანაა. ხოლო როდესაც ჯერ კიდევ შემორჩენილი ქრისტიანული სამყაროსგან ისინი ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ყალბივითო ექიმები დაიქირავეს ცრუ მეცნიერებით აღსავსე ბესტსელერების დასაწერად და ომის შემდგომი თაობის აზროვნების შესაცვლელად. 1950-იან წლებში ალფრედ კინსის წიგნებმა სექსუალურ ქცევაზე და 1960-იან წლებში პოლ ერლიხის მოსახლეობის ბომბმა საზოგადოების აზროვნება ყალბის სტატისტიკით გაჟღინთა. ეს ყველაფერი მორალური ნორმების შესაცვლელად იყო გამიზნული. გარყვნილების ბაზრის მომზადებასთან ერთად ეს მილიონრები ამავდროულად კონტრაცეფციის აბის შესაქმნელად ფარმაცევტულ მრეწველობასა და კვლევებს აფინანსებდნენ. აღნიშნული აბისა და შეცვლილი ზნეობრივი პარამეტრების კომბინაციამ ხელი შეუწყო გარყვნილების კულტურის გაღვივებას. 20 წელიწადში გამოიწვია სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და შიცის ეპიდემია, რამაც 10 წლის შემდეგ ფარმაცევტული მრეწველობის კიდევ ერთ სარფიან საქმემდე უშვილობის ეპიდემიამდე მიგვიყვანა. მათი ინტერესი არ შემოიფარგლებოდა დიდი ფინანსური მოგებით. ეს გავლენიანი რასისტები ძალაუფლებას თავიანთი ევგენიკური იმპერიალიზმის გაეროს ყველა ბირთვში ჩასანერგად იყენებდნენ, რომელიც მას შემდეგ მონურად უჭერს მხარს გარყვნილებას და შობადობის შემცირებას. შობადობის კატასტროფული შემცირება, რომელიც ასე აშკარა და შესაძლოა უკვე შეუქცევადი პროცესიც კი გახდა ევროპაში, ამჟამად იწვევს ეკონომიკურ ვარდნას, რაზეც მთავრობებს პასუხი არ აქვთ.
როგორ შეგვიძლია შემოვაბრუნოთ ეს მექანიზმი? ამას სისტემატური მიდგომა სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ განათლების რეორგანიზაცია, ისევე როგორც ამას დღეს ვიქტორ ორბანი აკეთებს უნგრეთში და როგორც მე ვფიქრობ, თქვენ გსურთ, რომ ეს იყოს საქართველოში. სათნოება და ღირსება, აი რა უნდა იყოს სიცოცხლის და ცხოვრების ყოვლის მომცველი და ძირითადი ლოგიკური საფუძველი. სიმამაცე, სულგრძელობა, შეუპოვრობა, ერთგულება, თავდადება, ვალდებულება, თანაგრძნობა, სოლიდარობა და სხვა ღირებულებები კიდევ ერთხელ უნდა იქცეს კაცობრიობის განვითარების საბოლოო მიზნად და მწვერვალად. სწორედ ამას უნდა ასწავლიდნენ სკოლებში, იმისთვის, რომ შეიქმნას მომავალი მშობლების ახალი თაობა, რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ გადასცენ ეს ფასეულობები ახალ და სირთულით ახსავსე სამყაროს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ საუკეთესო შესაძლებლობები ბავშვების და მოზარდების წასახალისებლად, რათა ისინი საუკეთესო მამაკაცებად და ქალებად გაიზარდნონ. ვასწავლოთ მათ თუ როგორ იცხოვრონ თავიანთი ქრისტიანული რწმენითა და იდეალებით. 35 წლის წინ ჩემს ქვეყანაში ვენესუელაში სექსუალური განათლების პროგრამის დანერგვის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საუკეთესო სწავლული მოაზროვნე ადამიანები და შეგვექმნა ალტერნატიული სასწავლო გეგმა, რომელიც ჩაანაცვლებდა სექსუალური განმანათლებლების მიერ შემოთავაზებულ საზიზღარ მასალას. ჩვენ საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ ჯგუფს ამისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და შედეგად შეიქმნა 13 დონიანი პროგრამა სახელწოდებით A Life to the World, სიცოცხლისთვის სამყაროში, რომელიც უკვე 15 წელია სკოლებში ისწავლება. პროგრამა ეფუძნება ანთროპოლოგიას, უახლეს ცოდნას ტვინის განვითარების შესახებ და ფსიქოლოგიის საუკეთესო მასალებს. პროგრამა ასწავლის ბავშვებსა და მოზარდებს მთელ რიგ სათნოებებს და ცხოვრებაში მათ რეალურ დანერგვას. გადმოცემის საშუალებად მოყვანილია ბიჭისა და მისი ბიძაშვილი გოგონას და მათი სამეგობროს უწყვეტი ისტორია, გამოცდილებები სკოლაში, სათამაშო მოედანზე, სახლში, საზოგადოებაში. ეს არის ნებისმიერი ბიჭისა და გოგონას ისტორია თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით და მოთხრობის სიტუაციებში ახსნილია თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთობლივად. ეს 13 წიგნი არის ძალიან ცოცხალი და სახალისო და ძალიან უყვართ ბავშვებს ყველგან, სადაც იგი სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. დღეს წიგნები ნათარგმნია 8 ენაზე, ისწავლება 4 კონტინენტზე 17 ქვეყანაში. ყველა დონეს ახლავს პედაგოგის გზამკვლევი. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამ წიგნების ნიმუშები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მალე ქართულ ენაზეც გადაითარგმნება. ძალიან მნიშვნელოვანი და სავალდებულოა კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის, რაც ისედაც ყოველთვის იყო ცნობილი. არ არსებობს მომავალი, თუ თაობების აღზრდა არ მოხდა მორალური პრინციპების საფუძველზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.